მოგესალმებით, მივესალმები რადიო კახეთის ხმის და Facebook გვერდის მსმენელებს. მე ჟურნალისტი მაკა ხაზიური ვარ. გადაცემა ღია ეთერი კვირაში ორჯერ გადის ეთერში და ჩვენ ვსაუბრობთ კახეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე. გადაცემა პირდაპირ ეთერში გადის ონლაინ რადიოს და კახეთის ხმის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე და თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დასვათ თქვენთვის სასურველი კითხვები. დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ წარმატებულ და აქტიურ ახალგაზრდას ნიტა ქოჩიშვილს, რომელიც თავის გამოცდილებაზე ისაუბრებს. ნიტა, მოგესალმებით, გესმით ჩვენი ხმა. გამარჯობა, იგი ისმის. დიდი მადლობა, რომ გამონახეთ დრო და იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. დავიწყოთ საუბარი, მოგვიყევით თქვენ შესახებ, როდიდან დაიწყეთ აქტიურად სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა? პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის და დაინტერესებისთვის ზოგადად ახალგაზრდული ამბებით. ხო, რაც შეეხება ჩემს გამოცდილებას, დავამთავრე საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა საქართველოს უნივერსიტეტში და უშუალოდ აქტივობებზე თუ ვისაუბრებ, სიმართლე გითხრათ, სკოლის პერიოდში დიდად აქტიური არ ვიყავი. და აქ იყო ერთ-ერთი მიზეზი ის, რომ არ მქონდა ცოდნა იმის შესახებ, თუ რა არის ზოგადად არაფორმალური განათლება, რატომ არის მნიშვნელოვანი ახალგაზრდების და არა მარტო ახალგაზრდების ჩართულობა ამ პროცესში და ასევე იმ გარემოს, რომელშიც განათლებას ვიღებდი თუ ვიზრდებოდი, მათაც არ ჰქონდათ არაფორმალური განათლების მნიშვნელობა ესე კარგად გააზრებული. და აქ უნდა აღვნიშნოთ ის, რომ განათლება ზოგადად გვესმის ხოლმე ერთი მიმართულებით, ხო, რაც არის ეს IQ, მაგრამ მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი არის EQ, ხო, ანუ ეს ემოციური ინტელექტი, რასაც სამწუხაროდ სკოლაში და ზოგადად განათლების სისტემაში დიდი ყურადღება არ ექცევა. და როდესაც ჩემ თავში ეს ემოციური ინტელექტი გავაუმჯობეს და განუვითარე, მაშინ დავიწყე ზუსტად სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობა. გულისხმობ უკვე უნივერსიტეტის პერიოდს, როცა უფრო მეტად გავაქტიურდი და სიღრმისეულად გავიგე ზოგადად რა არის სახელმწიფო, როგორ მუშაობს, რა როლი აქვს მოქალაქეს. გავიაზრე ის, რომ დროებითი ხელისუფალი აირჩევა მოქალაქეების მიერ და ისევ და ისევ ჩვენ ვქნით ამ ქვეყანას, ჩვენივე გადასახადებით და არავის არ აქვს უფლება რომ მიითვისოს როგორც ქვეყანა, ისე ჩვენი რესურსები. ასე რომ, როცა უნივერსიტეტში გავაგრძელე სწავლა, აქ დაიწყო ჩემი ძირითადი აქტიურობა და ასევე ვეტყოდი ახალგაზრდებს იმას, რომ თუ თვლით, რომ გაქვთ რაღაც მიზანი და ეს მიზანი ნამდვილად თქვენი არის, აუცილებლად უნდა დაიწყოთ ამ გზაზე სიარული. შეიძლება, რა ვიცი, გეშინოდეთ, შეიძლება არ გყავდეთ სწორი ადამიანები გარშემო, მაგრამ ურჩევდი ყველას, რომ დაიწყო საიდანღაც, იმიტომ რომ ამ აქტივობებში მონაწილეობით ვიღებთ ძალიან დიდ გამოცდილებას. ხო, რაღაცები გამოდის, რაღაცები არ გამოდის, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ძალიან ბევრ რაღაცას ვსწავლობთ და ასევე სანამ შემდეგ კითხვაზე გადავალთ, იმასაც ვიტყოდი, რომ ესეთი ზეწოლაც არსებობს გარემოდან, რომ 18 წლის ასაკში ჩვენ უკვე უნდა ვიცოდეთ რა გვინდა, რა პროფესიის მიმართულებით სწავლოთ და ასე შემდეგ. მაგრამ ვეტყოდი ისევ ახალგაზრდებს იმას, რომ შეიძლება მაგ პერიოდში იყოთ დაკარგული, არ იცოდეთ რა გინდათ, მაგრამ მე მაგალითად დამეხმარა ის, რომ ყველაფერში ვცდილობდი, რომ ჩართული ყოფილიყავი, ხო, დაწყებული რაღაც პოლიტიკური საკითხებიდან თუ ისეთი თემებიდან, მაგალითად როგორც არის თქვათ რუსული ჰიბრიდული ომი, სამოქალაქო აქტივიზმი, ასევე მაგალითად მაინტერესებდა ლიტერატურა და დღემდე მაინტერესებს და ვცდილობდი, რომ აქ კუთხითაც მიმეღო ცოდნა, იგივე თქვათ ევროკავშირის და ნატოს შესახებ ცნობიერების ამაღლება. მოკლედ ამით იმის თქვა მინდა, რომ ბევრი რაღაცის ცდა არ არის ცუდი და მაგ პროცესში უფრო მეტად გაიგებთ რა გინდათ. გასაგებია და შემდეგ კითხვა ესეთი არის, აი სხვადასხვა მიმართულებით, როგორც ვიცით, მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება გაქვთ დაგროვილი, კონკრეტულად რომელმა პროექტმა და აქტივობამ იქონია თქვენზე გადამწყვეტი გავლენა, ასე ვთქვათ, და დიდი გავლენა, რომელმა იქონია? კი ბატონო, ცოტა შორიდან დავიწყებ, ვიტყვი იმას, რომ უნივერსიტეტის პერიოდში ზოგადად ჩემი კვლევის სფერო იყო ომის თემა, იმიტომ რომ საერთაშორისო ურთიერთობებში მოგეხსენებათ ომის და მშვიდობის თემა ძალიან ფუნდამენტურია, მაგრამ მერე უკვე მივხვდი, რომ მაინტერესებდა გენდერული საკითხებიც, ამიტომ აი ამ ომის კომპონენტს დაემატა უკვე გენდერული ლინზაც და საბოლოო ჯამში ჩემი ნაშრომი ეხებოდა ქალთა მიმართ ძალადობას როგორც ომის ერთ-ერთ საშუალებას და ეს ვიკვლია რუსეთ-უკრაინის ომის და სირიის სამოქალაქო ომის მაგალითზე.
აქედან უკვე ნუ ამ თემაზე ორიოდე სიტყვით იმას ვიტყვი, რომ საქართველოში ძალიან ცოტას თუ უკვლევია ეს თემა, მაგრამ მე რაღაც პირადი ინტერესები მქონდა ისევ და ისევ ქვეყნიდან გამომდინარე, იმიტომ რომ საქართველოში რუსეთმა და რუსებმა გამოიყენეს ქალთა მიმართ ძალადობა თავის დროზე, ომის დროს, როგორც ერთ-ერთი საშუალება. ფაქტობრივად გენოციდის ფორმა იყო ერთგვარი, მაგრამ ძალიან ცოტას აქვს ამის შესახებ ინფორმაცია და ამის შესახებ მინდოდა ცნობიერების ამაღლებაც. მე უკვე მივხვდი, რომ გენდერული თემები იმდენად საინტერესო იყო ჩემთვის, რომ დასაქმების კუთხიდან მოვიაზრებდი ამ თვალსაზრისით მუშაობას, ამიტომ გამოვიყენე ესეთი შესაძლებლობა, როგორც იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება გენდერული ძალადობის დაძლევის და გენდერული თანასწორობისთვის. ეს პროექტი ხორციელდებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, უშუალოდ თელავში ახორციელებდა შშმ ქალთა ეროვნული ქსელი. მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ მხოლოდ შშმ ქალებთან მუშაობდით, ეს იყო ინკლუზიური ჯგუფები, 3 ნაკადი განვახორციელეთ და მე მევალებოდა, ასე ვთქვათ, მენტორინგი, კოუჩინგს, რასაც ვეძახით, ამ ქალებთან მუშაობა რბილი უნარების თვალსაზრისით. ზოგადად კახეთში მოგახსენებათ ქალების უფლებები და სამწუხაროდ ეს ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახის ძალადობა ძალიან სერიოზული პრობლემაა და ამას და ამას სჭირდება სისტემური მიდგომა და ხშირად ისმის ხოლმე რომ ესე ინდივიდუალურად ვერ გადავჭრით, მაგრამ ამ პროექტმა დამანახა ის, რომ თუნდაც ერთი ინიციატივით და პროექტით შეიძლება ფუნდამენტურად შეცვალა ადამიანის ცხოვრება, თუნდაც დაანახო ის უკეთესი რეალობა და რაც მთავარი კომპონენტი იყო ჩვენ შემთხვევაში, ეს იყო ქალების ეკონომიკური დამოუკიდებლობა, რაც არაპირდაპირ ბმაში არის ხოლმე ქალთა მიმართ ძალადობასთან, იმიტომ რომ რაც უფრო მოწყვლადია ეკონომიკურად თუ სხვა კუთხით ქალი, უფრო სარგებლობენ არა ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ხშირ შემთხვევაში. და ხო, ასევე ვიტყოდი იმას, რომ ეს რბილი უნარები, აი რაც ზემოთ ვახსენე, სკოლაში არის სწავლება, განსაკუთრებული გამოცდილება იყო ჩემთვის, იმიტომ რომ მე მიწევდა ჩემზე ბევრად უფროს ქალებთან ამ ყველაფრის გაზიარება და რა ვიცი, საოცრად დიდი გამოცდილება იყო მოკლედ ჩემთვის. გასაგებია, ანუ როგორც უკვე ვისაუბრეთ, აქტიურად იღებთ მონაწილეობას ქალთა გაძლიერების, ქალთა უფლებების, შშმ პირების და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ ჩატარებულ ღონისძიებებსა და აქტივობებში. და ცოტა ვრცლად რომ ვისაუბროთ, აი რამდენად მნიშვნელოვანია ეს და როგორ უზიარებთ მიღებულ გამოცდილებას სამიზნე აუდიტორიას. ზოგადად აი მოხალისეობაზე თუ ვისაუბრებთ, მანდაც სხვადასხვა ტიპის სამუშაო არის ხო? ერთი არის მაგალითად ანაზღაურებადი სტაჟირება, ერთი მიმართულება არის მოხალისეობა და სხვადასხვა კატეგორიები არსებობს. ზოგადად აი მოხალისეობა რაც არის თუნდაც აუნაზღაურებელი და ვიტყოდი იმას, რომ სანამ ეხლა რა პროექტიც ვახსენე, აქ დავიწყებდი მუშაობას, დაახლოებით 2-3 წელი მაინც ვიყავი მოხალისეობაში ჩართული, სრულიად აუნაზღაურებლად. და ეს რაღაცნაირად ხალხს ესმის ხოლმე, რომ აი სიქველე, რომელშიც აი კარგი ადამიანი გამოჩნდები თუ ჩაერთვები და რეალურად ეგრე არ არის, იმიტომ რომ ორმხრივი პროცესია. მარტო შენ კი არ გასცემ რაღაცას, არამედ მეორე მხარისგან იმ ხელად ცოდნას და გამოცდილებას იღებ, რომ მე შეიძლება მთელი ცხოვრება იმ ღირებულებებით გაატარო და იმდენად ურყევი ღირებულებები ჩამოგიყალიბდეს. ასე რომ ბევრი რაღაც ვისწავლე მოხალისეობისგან, პირველ რიგში ეს არის სხვა ადამიანების გათვალისწინება, ანუ ის რომ მარტო მე არ ვარ და ჩემ გარშემო არ ტრიალებს სამყარო, არამედ ყველას გვაქვს ჩვენი უფლებები და ერთმანეთს მხარდაჭერა გვჭირდება და ასევე ვისწავლე მადლიერება და ემპათია, რაც ასევე ვფიქრობ, რომ გამომადგა მერე უკვე ჩემს სამუშაო გამოცდილებაშიც. გასაგებია, მოხალისეობას შევეხეთ და მაინტერესებს თქვენი აზრი, აი თქვენს თანატოლებში რამდენად პოპულარულია ეს თემატიკა და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი იყოს მეტი ახალგაზრდა იყოს ამ მოხალისეობრივ, ასე ვთქვათ, პროექტებსა და აქტივობებში ჩართული. როგორც გითხარით, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ
ანუ არ უნდა გვესმოდეს არასწორად, რომ მხოლოდ ჩვენგან უნდა მეორე მხარეს რაღაც, ხო? ანუ იმდენად დიდ გამოცდილებას ვიღებთ ამ პროცესში, რომ შეიძლება წინაპირობა გახდეს შემდგომი სამუშაოსთვის, ხო? რაც განსაკუთრებულად გამოგვადგება და მინდა რომ ბევრი ახალგაზრდა ხედავდეს მოხალისეობას როგორც შესაძლებლობას და არა უბრალოდ რესურსის ფლანგვას, რაც ხანდახან არის ხოლმე ესეთი მოსაზრება, მაგრამ საერთოდ არ არის რესურსის ფლანგვა, პირიქით შენ გარემოს ადგები, შენ თემს ადგები და ძალიან მნიშვნელოვან რაღაც საკეთე. გასაგებია, სამომავლო გეგმებზე რომ ვისაუბროთ, სად წარმოგიდგენიათ თქვენი თავი რამდენიმე წლის შემდეგ და რას გეგმავთ სამომავლოდ რის გაკეთებას? სამომავლოდ მოვიაზრებ ჩემ თავს აკადემიურ სივრცეში, იმიტომ რომ მგონია რომ მნიშვნელოვანია მუდმივი სწავლის პროცესი და ეგეც რაღაც სტერეოტიპულად არის გავრცელებული განსაკუთრებით ქალებში და განსაკუთრებით რეგიონებში, რომ აი ვთქვათ დავამთავრე სკოლა და ეხლა ვთქვათ რაღაც ოჯახი უნდა შევქმნახო, ან დავამთავრე ბაკალავრიატი და ეხლა უნდა შევწყვიტო სწავლა და ქალებს განსაკუთრებით და გოგონებს ვეტყოდი მაგას, რომ თქვენ უნდა შექმნათ ეგ გარემო, რომელშიც გინდათ რომ იცხოვროთ და შეიძლება, რა ვიცი, 50 წლის ასაკში გადაწყვიტოთ სწავლის გაგრძელება, ასე რომ მაგაში რაღაც განსაკუთრებულის არ არის, მოკლედ სირცხვილი თუ არ ვიცი. რაც შეეხება ზოგადად სამომავლო გეგმებს ან სად ვხედავ ჩემ თავს, სიმართლე გითხრათ, რაღაცნაირად ჩემი ეს აკადემიური თუ სხვა საქმიანობა მიბმული არის იმ ქვეყანაზე, რომელშიც ვცხოვრობ. და თქვენ მოგეხსენებათ ის, რომ საქართველო ჯერ კიდე ითვლება განვითარებად ქვეყანად, ხო? აწი არ ვიცი, კიდე შეიძლება შეიცვალოს ეს კატეგორია, მაგრამ შესაბამისად იმის თქვა მინდა, რომ ის მთელი რიგი პრივილეგიები, რაც მართლა ჩვენი თაობის პრივილეგია არის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოსახლეობის და ახალგაზრდებისთვის არის ძალიან მარტივად მისაღწევი. შესაბამისად, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი ჩვენთვის მიუღწეველია, ხო? ზუსტად ეგ მოიტანა ზოგადად დასავლეთთან ურთიერთობამ, ასთან და ევროკავშირთან ურთიერთობამ, ის რომ ძალიან ბევრი შესაძლებლობა გაჩნდა, ძალიან ბევრი პროექტი და უამრავი ადამიანი, მათ შორის სოფლებიდან, აი საერთოდ წარმოდგენა რო არ ქონდათ, ხო? მათ შორის თუნდაც მე ხა თელავი არ არის ისეთი გლობალიზაციის ცენტრი, ხო, მით უმეტეს და მოვახერხეთ აი ესეთმა ადამიანებმაც, რომ წავსულიყავით თუნდაც ჩვენი რესურსებით, ჩვენი არ ვიცი, ცოდნით თუ გამოცდილებებით მოგვენახულებინა თუნდაც სხვა ქვეყნების, სხვა კულტურა, ძალიან ბევრმა სწავლაც გააგრძელა, ხო? და თუნდაც ჩემს გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც, რა ვიცი, რომელ ადამიანშიც დაახლოებით 100,000 ან საერთოდ 9,5 ლარი ჩაიდო მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ხალხს ესწავლა, დაეგროვებინა ეს ცოდნა და გამოცდილება და დაებრუნებინა ქვეყნისთვის. აქ ერთს ვიტყოდი უბრალოდ, რომ არის ხოლმე ესეთი მოლოდი, უბრალოდ ესეთი კომენტარი არის ხოლმე, რომ აი რატო დებენ ამხელა თანხას ადამიანებში, ხო? განსაკუთრებით რეგიონებში არის ხოლმე ეს და მაშინ მოლოდინებს ვიქმნით, იმიტომ რომ ზოგადად ეგრე არის, რაც უცხო არის შენთვის გეშინია მაგისი და ვეტყოდი ესეთ ხალხს ძალიან მარტივ მიზეზს, რომ დასავლურ სამყაროს და ზოგადად ცივილიზებულ სამყაროს საერთოდ არ აწყობს ავტორიტარული ქვეყანა ესეთ მნიშვნელოვან რეგიონში და აწყობს უდინა თქვა, მაგრამ ყველასთვის მომგებიანია დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის, რომ ამ რეგიონში იყოს დემოკრატია. ზუსტად მაგიტო იდება ამხელა თანხა და არაფერ განსაკუთრებულს არ გვთხოვენ, ხო? ესეც არის ხოლმე, ვისაც არ აქვს შეხება, გონიათ რომ რაღაც დათქმებით გაძლევენ ამ განათლებას და არანაირი დათქმა არ არსებობს. ისიც ერთადერთი დათქმა, რაც არის ხოლმე ძირითადად ამ საკონკურსო პროცესში არის ის, რომ დაბრუნდე 2 წლის შემდეგ, ზოგ შემთხვევაში არის რომ მაშინვე დაბრუნდე და გარკვეული პერიოდი, შუარწები, მეტნაკლებად ესე არის ხოლმე 2-დან 5 წლამდე გაატარო შენ ქვეყანაში. ანუ შენ ქვეყანას მოახმარო ეს რესურსი. ხო, ასე რომ მე მაინც მჯერა, რომ მიუხედავად აი ამ დიდი კრიზისისა, ჩვენ მოვახერხებთ და არ დავკარგავთ აი ამ ბმას დასავლურ განათლებასთან, იმიტომ რომ დასავლურ განათლების გარეშე მგონია რომ საქართველო ვერ იქნება საქართველო, იმიტომ რომ მოგეხსენება ჩვენ
შეზღუდული რესურსი გვაქვს, რაც არ უნდა თავს ვიწონებდეთ, ხო? არ გვაქვს თქვა გაზი, რაღაც ნავთობი და სხვა ტიპის რესურსები, მცირე სახელმწიფო არც საერთაშორისო სისტემაში. მცირე სახელმწიფო ყოველთვის სუსტან გაიგებული არ არის ხოლმე, მაგრამ შესაბამისი რესურსები გვჭირდება, რომ დავამტკიცოთ ეს, ასე რომ თუ ვერ დავამტკიცებთ, ეს ყველაფერი განათლებასაც ძალიან უარყოფითად შეეხება. თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია იგივე იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზედაც ვისაუბრეთ, მოსახლეობის მეტად ინფორმირება და როგორ ფიქრობთ, კი ვისაუბრეთ ამაზე, მაგრამ ცოტა რომ განვარცხოთ, საერთაშორისო პროექტებში ჩართვა ახალგაზრდებს რა შესაძლებლობებს აძლევთ? ნუ როგორც იცით, სხვადასხვა ტიპის პროექტები არსებობს, ჩამოვთვალე კიდევაც. ერთი მიმართულება არის მაგალითად მოხალისეობრივი შესაძლებლობები, თვითონ ევროკავშირს აქვს ესეთი ტიპის შესაძლებლობები და ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში მე როგორც ვიცი, არ არის საფრთხის ქვეშ, რომ გაუქმდეს ეს საგანმანათლებლო შესაძლებლობები. ასე რომ ყველა ახალგაზრდას ურჩევდი, თუ ვთქვათ ინგლისური ენის გაუმჯობესება უნდათ, ან უნდათ უბრალოდ ადამიანებთან ურთიერთობა, ახალი კულტურის აღმოჩენა, მართლა უნიკალური შანსი არის, იმიტომ რომ გიფინანსებ როგორც GB's Plus, ისე საცხოვრებელს და ძალიან საინტერესო პროცესია მოკლედ. მე პირადად ეგ არ გამომიცდია საზღვარგარეთ მოხალისეობა, მაგრამ ჩემი მეგობრების გამიცი და ყველა ძალიან აქებს ამ შესაძლებლობას. რაც შეეხება სხვა ტიპის შესაძლებლობებს თუ პროექტებს, ვფიქრობ, რომ ცნობიერება მაინც საკმაოდ დაბალია. აქ არ უნდა ვიფიქროთ ის, რომ ვიღაცამ თქვათ ნაკლები რესურსი ჩადო, ესე ყოფილიყო. შეიძლება ეგეც არის, მაგრამ არ დაგვავიწყოს, რომ მთელი მანქანა მუშაობს იმაში, რომ დავიჯეროთ, რომ დასავლური განათლება არ გვჭირდება. და დასავლური განათლება რა გვჭირდება, რა ვიცი, მთელი საქართველოს ისტორია მაგაზე დგა, ხო? ანუ თუ ვინმე რამე შექმნა განსაკუთრებული, ისევ და ისევ გლობალიზებულ ცოდნაზე დამყარებული იყო ის და არა, ვთქვათ, რაღაც შოვინისტურ მიდგომებზე, ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანი მგონია რეგიონებში განსაკუთრებით ამ თემებზე საუბარი და ხო, აქვე იმასაც ვიტყოდი, რომ თუ ვინმეს თქვათ რამე კითხვა ექნება, მე არ ვარ ამ სფეროში ექსპერტი, მეც ეხლა ვდგამ რაღაც ნაბიჯებს, მაგრამ ვისაც სრული ექნება, შეუძლიათ მომწერონ, დამიკავშირდნენ და რითიც შემეძლება აუცილებლად დავეხმარები საგანმანათლებლო კუთხით. ძალიან დიდი მადლობა ნიტა, ასეთი საინტერესო საუბრისთვის, დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ. ნახვამდის. დიდი მადლობა. მე კი მაყურებელს შევახსენებ, რომ დღევანდელ გადაცემაში ვსაუბრობდით წარმატებულ და აქტიურ ახალგაზრდასთან, ნიტა ქოჩიშვილთან, რომელიც საუბრობდა თავის გამოცდილებაზე. მე კი მაყურებელს ვემშვიდობები მომავალ შეხვედრამდე.